სამართალდამცველები 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს იკვლევენ. დედისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, ის შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააპატიმრეს. თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ დედა ბავშვებზე ძალადობდა. ნანუკა ქაჯაია იმყოფება სამმართველოსთან და პირდაპირ ეთერში გვერდება. ნანუკა, მოსალოდნელია თუ არა, რომ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდეს? ხატია ლელა ქსოვრელი დაკავებული არის ამ დროისთვის სწორედ შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, თუმცა მას შემდეგ რაც ოფიციალურად წარუდგენს საგამოძიებო უწყება მას ბრალს, სავარაუდოდ ბრალი დამძიმდება ან დამატებით ბრალს წარუდგენენ გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალის გაცნობა დაახლოებით დღის მეორე ნახევარში 3 საათისთვის მოხდება, რის შემდეგაც გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალდებული დედის სტატუსი ექნება. გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით დაწყებული არის 116 მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება გარდაცვლილი გოგონას დედა, მას ჯერჯერობით არ ყავს ადვოკატი. ჩვენი ინფორმაციით მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს და სავარაუდოდ 1 საათის განმავლობაში ჩაერთვება სახაზინო ადვოკატი საქმეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი გოგონას დედას შემაკავებელი ორდერი 6 იანვარს გამოუწერეს. საგამოძიებო უწყებაში შევიდა შეტყობინება ძალადობასთან დაკავშირებით. ინსპექტორები იმყოფებოდნენ სანზონაში ზიგზაგის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა არასრულწლოვანი ბავშვი. აღმოაჩინეს მძიმე დაზიანებები არასრულწლოვანის სხეულზე, რის გამოც საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. მცირეწლოვანის დედას გამოუწერეს 6 იანვარს, როგორც გითხარით, შემაკავებელი ორდერი და აუკრძალეს მცირეწლოვანთან კომუნიკაცია და მასთან მიახლოვება. შინაგან საქმეთა სამინისტრო გუში მომხდარი ფაქტის გამო შიდა მოკვლევაც დაიწყო გენინსპექციაში, რის შედეგადაც უნდა გამოიკვეთოს, ხომ არ გამოიკვეთა რომელიმე ინსპექტორის გადაცდომა და სრულდებოდა თუ არა გაცემული შემაკავებელი ორდენი სრულყოფილად, მოწმდებოდა თუ არა ის რამდენად სწორად სრულდებოდა შემაკავებელი ორდენი. რაც შეეხება უშუალოდ მძიმე ფაქტს, რომელიც გუშინ მოხდა, დღის პირველ ნახევარში აღმოაჩინეს გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი საცხოვრებელ სახლში. მეზობლები პირდაპირ ამბობდნენ გუშინ ქრონიკასთან ჩვენთან საუბრისას, რომ მშობლები სისტემატურად ძალადობდნენ მცირეწლოვანზე, არაერთი გაფრთხილება იყო შესული საგამოძიებო უწყებაში. უბნის ინსპექტორს ჰქონდა ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია ვისაუბრეთ გარდაცვლილი ბავშვის ბებიას, რომელიც გუშინაც და დღესაც ერთი და იგივე აზრზეა. ის ამბობს, რომ მცირეწლოვანი გარდაიცვალა გაციების შედეგად და მასზე მშობლები არ ძალადობდნენ. ჩვენი მაყურებელი ახლა ფოტოსურათს უყურებს, ხედავს პირდაპირ ეთერში, თუ როგორ გამოიყურება მცირეწლოვანი ბავშვი, რა დაზიანებები აქვს მას მიღებული. როგორც გითხარით, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გადმოწერილი დედას და მას აკრძალული ჰქონდა მცირეწლოვანთან მიახლოვება. ან ფიზიკური ძალადობა არასდროს ყოფილა ბავშვის მიმართ? ყავდა ექიმთანა. ხო და თავის რაღაცა უთხრეს. და ფეხები ჰქონდა დაბრეცილი და უნდოდა ისა, რა ქვიან, მასაჟები. ხო და პირდაპირ. ბავშვისთვის ანუ ფიზიკური ძალადობა ბავშვი არ განხორციელებულა არასდროს, ანუ ხელით არ შეხებია დედა არასდროს ბავშვს? როგორ? ანუ სცემდნენ, რომ მეზობლები ამბობენ, რომ ხშირად სცემდნენ. არა. აბროაბანავე და მაშინ გადიოდა წევილი-კივილი. პოლიცია რატომ მოდიოდა ხოლმე? იმიტომ მეზობლებმა იჩივლეს, რომ აი ბავშვს აიცემსო ზედამისიო. ტყუილია ეს არ ცემდა ბავშვს? არ აცემდა, არა. ისე რომ ეხეცქებოდა და წყალი რო ეჯავრებოდა გენაცვალე, წიოდა და ყვიროდა ხოლმე და ამას მეზობლებს ეგონათ, რომ ცემსო. გაჩერდი გოგო, გაჩერდი, აი ცოტა ხანი და მას დამთავრდებაო, ეუბნეოდა დედამისი. და ისა ჰქონდა გრიპი ჰქონდა გართულებული. სიცხეებს აძლევდა, ახველებდა მაგრა. ბავშვი არ ცხოვრობდა ხო თქვენთან ერთად რაღაც პერიოდი, სად იყო მაგ დროს ბავშვი? სხვაგან იყო. აი სხვაგან სად იყო რომ მე ვერ ვიტყვი რა. ამ დედასთან ერთად რატო არ ცხოვრობდა თავისი შვილი? უჭირდა და იმიტომ. ანუ გაშვილებული ყავდა? გაშვილებული არა, ესე იგი ეს ქალი რომელსაც აყავდა რა, 2 პატარა ჰყავდა და თავრობა უხდიდა ფულსა. და ესაც მიიყვანა
ცოტა ხნობით. დედამისმა. გარდაცვლილი 4 წლის გოგო და ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არის გადასვენებული. მას გუშინდელი დღიდან უტარდება ექსპერტიზა. სავარაუდოდ ექსპერტიზის პირველადი შედეგები შესაძლოა დღესაც გახდეთ ცნობილი, თუმცა საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. მე გეტყვით, რომ დღეს პოლიციის მერვე განყოფილებაში გაგრძელდება მეზობლების დაკითხვა, ასევე ჩვენი ინფორმაციით გამომძიებლების კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს დღესაც გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალს. სავარაუდოდ მძიმე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებსაც, სოცმუშაკებსაც, რადგან ცნობილია, რომ 4 წლის გოგონა მინდობით აღზრდაში იყო, პლუს ამას ემატება ისიც, რომ დედაზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული და არ ქონდა უფლება დედას ბავშვთან კომუნიკაციის. სავარაუდოდ მათაც მოუწევთ პასუხების გაცემა კითხვებზე, რაც შეეხება გამოძიებას. გამოძიება 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე 116 მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დაკავებული დედის მისამართით და დაკავებული დედა ამ დროისათვის დედას ედავებიან შემაკავებელი ორდერის დარღვევას, თუმცა სავარაუდოდ მას შემდეგ რაც ოფიციალურად ბრალს წარუდგენენ, დამძიმდება, ბრალდება. პროკურატურა გეგმავს 3 საათისთვის გააცნოს ბრალდება დაკავებულ დედას, რის შემდეგაც პროცედურების მიხედვით 24 საათში უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. აქვე ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს და ის გადაწყვეტს დატოვებს თუ არა პატიმრობაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას.